როდესაც თეორიულ დონეზე ვსვამთ მარტივ კითხვას, სად არის სხვა განზომილებები? პასუხიც ასეთივე მარტივია. სხვა განზომილებები იმავე ადგილას იმყოფებიან, სადაც ჩვენ, მაგრამ ადამიანის გრძნობის ორგანოებისა და ფიზიკის ჩვენს დონეზე არასოდეს გვესახება. ამ გაგებაში რას ნიშნავს სად? სხვა განზომილებების შესახებ სივრცე დრო შეიძლება შეიცავდეს გაცილებით მეტ განზომილებას, ვიდრე ჩვენ ვხედავთ. ჩვენ გვგრძნობთ 3 სივრცით და 1 დროით. საერთო ჯამში 4 განზომილებას. მაგრამ ზოგიერთი ფიზიკური თეორია ამბობს, რომ შეიძლება არსებობდეს 10, 11 ან 26 განზომილებაც. მაინც რატომ ვერ ვხედავთ მათ? ან რატომ ფიქრობთ ასე შეზღუდულად? თუ 11 არსებობს, რატომ არ შეიძლება არსებობდეს 100 ან მეტი? მატერია და ძალები გარდა გრავიტაციისა ჩაჭერილია ჩვენი 3D მემბრანის შიგნით. ჩვენი ინსტრუმენტები ვერ ამჩნევენ იმ მასშტაბებს, სადაც დამატებითი განზომილებები გამოვლინდებოდნენ. გრავიტაციამ შესაძლოა გაჟონოს ამ სხვა განზომილებებში. სწორედ ამიტომაც არის ის ასეთი სუსტი. კოდის ამ ეპიზოდში სხვა განზომილებებზე ვსაუბრობ. ამ ეპიზოდში მარტივი, თუმცა დეტალური ვიზუალიზაციით აგიხსენით, როგორ შეიძლება ვიზუალურად წარმოვიდგინოთ 4-ზე მეტი განზომილება. რა ექსპერიმენტებით ცდილობენ მათ დაფიქსირებას მეცნიერები და დაკავშირებულია თუ არა ამასთან პარალელური სამყაროები. სხვა განზომილებები შეიძლება იყოს პარალელური ფენები, რომლებიც ძალიან ახლოა ჩვენთან, მაგრამ ჩვენთან არ ურთიერთქმედებენ. აი ზუსტად ამ საკითხის ირგვლივ ვიმოგზაურებთ წარმოსახვით მრავალ განზომილებიან სამყაროში ამ ეპიზოდის შემდეგ ნაწილში. წარმოუდგინეთ საკუთარი თავი როგორც ტბორის თევზი, რომელიც ორ განზომილებაში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, თქვენ არ იცით თქვენს ზემოთ არსებული სამგანზომილებიანი სამყაროს შესახებ. ერთ დღესაც თქვენს სამყაროდან ამოგიყვანენ. ამ დროს თქვენ სრულიად ახალ განზომილებას იცნობთ. ზემოთ არსებულ სამყაროს. ეს არის რეალობა, რომლის წარმოდგენაც მანამდე არ შეგეძლოთ. თქვენი პერსპექტივიდან დაინახავდით უცხო პლანეტელებს, რომლებიც დადიან. ეს არის სამყარო, სადაც არსებები სუნთქავენ წყლის გარეშე და მოძრაობენ ფარფლების გარეშე. თეორიული ფიზიკოსი მიჩიო კაკუ ამ საოცარ ანალოგიას გვთავაზობს. ცოტა დამაბნეველი არა? ეს აზრი, რომ შეიძლება არსებობდეს მთელი სამყარო ჩვენი აღქმის მიღმა. ისე როგორც პროფესორმა კაკუმ თქვა, ჩვენ შეიძლება ზუსტად იმ თევზებივით ვიყოთ. ფიზიკაში ჰიპერსივრცე მიიჩნევა უფრო მაღალი განზომილებების სივრცედ. ჩვენთვის ნაცნობია 3 სივრცითი განზომილება: სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. მაგრამ რა მოხდება თუ არსებობს უფრო მეტი განზომილება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ? დამატებითი განზომილებები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, არსებობს ჩვენი აღქმის მიღმა, მაგრამ მაინც კოსმოსის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ გამომგზავრებით ამ ჰიპოთეტური სამყაროების მიღმა, უცნობი, უხილავი და გამოუცდელი რეალობისკენ. დრო როგორც განზომილება. ჩვენი მოგზაურობა იწყება მე-19 საუკუნის ბოლოს. ბრწყინვალე მათემატიკოსი ჰერმან მინკოვსკი იყო ერთ-ერთი მრავალ მეცნიერთაგან, რომელიც ცდილობდა გაეგოს სამყაროს რთული ქსოვილი. საფუძველი ჩაეყარა ისეთი ფიზიკოსების რევოლუციურ ნაშრომებს, როგორიცაა ჯეიმს კლარკ მაქსველი. მისი ელექტრომაგნეტიზმის განტოლებები მიანიშნებდა რთულ ცეკვაზე, სივრცულ განზომილებებსა და ისეთ ფუნდამენტურ და ყოვლის მომცველ ერთეულს შორის, როგორიცაა დრო. გამოცანის საკმაო ნაწილი მინკოვსკის ყოფილი სტუდენტის ალბერტ აინშტაინის რევოლუციური ნაშრომით დაალაგდა. 1905 წელს აინშტაინმა გამოაქვეყნა ფარდობითობის სპეციალური თეორია. მისი რადიკალური დებულება ამბობდა, რომ სივრცე და დრო არ იყო დამოუკიდებელი, არამედ ერთიან სივრცე-დროის ქსოვილში იყო გადახლართული. სწორედ აინშტაინის გაბედულმა აზროვნებამ შთააგონა მინკოვსკი, როგორც მათემატიკოსი. იგი ეძებდა აინშტაინის თეორიის გეომეტრიულ გაგებას, ახალი სივრცე-დროის რეალობის ვიზუალიზაციის გზას. მისი ღრმა შეხედულება იყო 4 განზომილებიანი სივრცე-დროის კონტინიუმის კონცეფცია, სადაც დრო ახლა მეოთხე განზომილებას წარმოადგენს, ჩვენთვის ნაცნობი 3 სივრცითი განზომილების გვერდით. მაგრამ ეს არ არის მთელი სურათი. ფიზიკის კანონებს, როგორც ჩვენ გვესმის, 4 განზომილებაზე მეტი სივრცე სჭირდება. ერთი მხრივ ისინი კარგად ერგებიან ერთმანეთს, მაგრამ არა იდეალურად, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰიპერსივრცეში გადავინაცვლებთ და ამ უფრო მაღალი განზომილებების ძიებას დავიწყებთ. როდესაც ამ უფრო დიდ ტბორზე გადახვალთ, ჰიპერსივრცის ამ ტბორზე, მაშინ ფიზიკის ყველა კანონი ერთმანეთს ერგება, როგორც მოზაიკის ნაწილები, როგორც საერთო სამყაროს ფაზლის დეტალები.
სივრცე დროის თეორია, ფუნდამენტური თეორია, რომელიც მიზნად ისახავს კვანტური მექანიკისა და ზოგადი ფარდობითობის გაერთიანებას. ვარაუდობს, რომ ჩვენი სამყარო შედგება პაწაწინა რხევადი სიმებისგან, რომლებიც 10 განზომილებაში არსებობს. ეს სიმები, რომელთაგან თითოეული თავისი უნიკალური სიხშირით ვიბრირებს, წარმოშობს იმ მრავალფეროვან ნაწილაკებსა და ძალებს, რომლებსაც ჩვენს სამყაროში ვაკვირდებით. თუმცა 90-იან წლებში მეცნიერებმა ამ ამბავს ახალი ელფერი შესძინეს. ფიზიკოსმა ედვარდ უიტენმა მოახდინა რევოლუცია ამ სფეროში, მე-11 განზომილების შემოღებით. მან ივარაუდა, რომ ჰიპერსივრცეში შეიძლება არსებობდეს სხვა უფრო მაღალგანზომილებიანი ობიექტები, რომლებსაც ბრანები, ფენები ეწოდება. ამ პერსპექტივით ჩვენი სამყარო თავად შეიძლება იყოს გიგანტური მემბრანა, რომელიც ამ უფრო მაღალგანზომილებიან სივრცეში ვიბრირებს. და ასე, ჩვენი წარმოდგენა სამყაროს შესახებ კიდევ ერთხელ განვითარდა. ეს დამატებითი განზომილებები შეიძლება არ იყოს მცირე ან დამალული. ისინი შეიძლება იყოს ვრცელი და შესაძლოა უსასრულოც კი, როგორც წებოვან ქაღალდზე გაჭედილი ბუზები. ჩვენ, ადამიანები, გაჭედილი ვართ ჩვენს სამყაროში. არ შეგვიძლია ამ უფრო მაღალი განზომილებების აღქმა ან მათთან ურთიერთობა. მაგრამ თუ სამყაროში ერთ კონკრეტულ ძალას შევხედავთ, მან შეიძლება რაღაც აგვიხსნას. ირგვლივ არის ძალები, რომლებსაც ხშირად თავისთავად აღვიქვამთ. ერთ-ერთი მათგანია გრავიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური ძალაა, გრავიტაცია გასაკვირად სუსტია. დაფიქრდით, როდესაც გადაწყვეტთ ადგომას და სააბაზანოში წასვლას. თქვენ უპრობლემოდ ამარცხებთ მთელი დედამიწის გრავიტაციულ მიზიდულობას. შესაძლოა გრავიტაცია ჟონავს ამ განზომილებიან ბრანებში, რაც თავის მხრივ დიდ ახსნას იძლევა იმის შესახებ, თუ რატომ არის გრავიტაციის ძალა ასე სუსტი ჩვენ სამყაროში. შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ექსპერიმენტულად დავაფიქსიროთ ალტერნატიული სამყაროების არსებობა. შეგვიძლია დავაფიქსიროთ ბნელი მატერიის მსგავსი ობიექტები სხვა სამყაროებიდან, რომლებიც ჩვენს თავზე დაფრინავენ. ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა. ჩვენი კვლევა ჰიპერსივრცეში ბუნებრივად მიგვიყვანს, რაც გონების კიდევ უფრო ამხლართავი კონცეფციაა, ანუ დროის მრავალი განზომილების შესაძლებლობამდე. დროის მრავალი განზომილება. ჯონ უილიამ დანმა, ირლანდიელმა ინჟინერმა და ფილოსოფოსმა, შექმნა გამორჩეული ნაშრომი, რომელსაც დღემდე აქვს ღრმა გავლენა სამეცნიერო და ფილოსოფიურ დისკურსზე. დროის მისი კონცეპტუალიზაცია არ გაჩერებულა ერთეულ წრფივ განზომილებაზე. ზოგადი ფარდობითობის სფეროში, სივრცე და დრო ერთიანდება ბლოკურ სივრცე-დროში. დანმა შემოგთავაზა, რომ ჩვენ გვჭირდება ეს დამატებითი განზომილება, რათა უბრალოდ გავზომოთ ჩვენი წინსვლა ჩვენს ინდივიდუალურ დროის ხაზებზე. მაგალითად, თუ ადამიანი იმყოფება სუპერმასიურ შავ ხვრელში, როგორ გეცოდინებათ, რომ ის დროის განსხვავებულ მსვლელობას განიცდის ჩვენგან განსხვავებით? არსებობს თუ არა დროის მრავალი განზომილება? მე მჯერა, რომ ჩვენ შეიძლება ვუყურებდეთ რაღაცას, რომელსაც აქვს წვდომა 4 ან 6 დამატებით განზომილებაზე. იცით, რას ნიშნავს ისინი ფიზიკურ რეალობაში? შესაბამისად, ეს წინადადება მოითხოვს ცნობიერების ახალ დონეს, რომელიც ფუნქციონირებს ამ მეორე დროის განზომილებაში. მაგრამ სიუჟეტი უფრო რთულდება, რადგან იგივე მსჯელობა ვრცელდება ამ ახალ დონეზეც. ჩვენ გვჭირდება დროის მესამე განზომილება, მე-4, მე-5 და საბოლოოდ ის უსასრულო რეგრესში გადადის. დროის განზომილებების უსასრულო იერარქია, რომელთაგან თითოეული ბინადრობს ცნობიერების შესაბამისი დონეებით. და ბოლოს, დანმა წარმოვიდგინა რაღაც, რასაც ეწოდება უმაღლესი ზოგადი დამკვირვებელი, რომელიც არსებობს მარადისობაში. დროის მრავალი განზომილება იქნებოდა გადამწყვეტი გარდამტეხი მომენტი იმ თვალსაზრისით, რომ შეცვლიდა ყველაფერს, რაც ვიცით სამყაროს შესახებ. თუ დროის მრავალი ხაზის პერსპექტივა თქვენთვის დამაბნეველია, მოდით ჩვენი პერსპექტივა დავაკალიბროთ, გავამარტივოთ. ჩემსხლ არსებული მოწინავე გამოთვლითი ძალის გამოყენებით, ჩვენ ახლა გადავიდათ მზერას ოდნავ უფრო ხელშესახებ, ოდნავ უფრო დაფუძნებულ კონცეფციაზე, აზროვნებით ექსპერიმენტზე, რომელიც ცნობილია როგორც ტყუპების პარადოქსი. ტყუპების პარადოქსის შემდეგი დონე. წარმოვიდგინე ორი ტყუპი, რომლებიც ყველა ასპექტში იდეალურად იდენტურები არიან. დავარქვათ მათ ეისი და ბობი. ეისი თავგადასავლების მოყვარულია. ის მაღალსიჩქარიანი ხომალდით გაფრინდება კოსმოსში. ბობი კი დედამიწაზე რჩება. როდესაც კოსმოსში მოგზაური ტყუპი ბრუნდება, ის მნიშვნელოვნად ახალგაზრდაა, ვიდრე დედამიწაზე დარჩენილი ტყუპი. ეს არის ტყუპების პარადოქსის ძირითადი იდეა, რაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შედეგია. მაგრამ მოდით, ამ აზრობრივ ექსპერიმენტს კიდევ ერთი ფენა დავამატოთ. დავუშვათ, რომ ეს ტყუპები იზიარებენ არა მხოლოდ იდენტურ გენეტიკას, არამედ იდენტურ ბედსაც. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი გენეტიკური დაავადება, რომელიც ბობს დაემართება, საკმარისი დროის შემდეგ ეისზეც იმოქმედებს.
ახლა, რადგან ბობი უფრო მეტად დაბერდა, ის ამ დაავადებას პირველი განიცდის. როდესაც ისინი კვლავ გაერთიანდებიან, მას შეუძლია თავის უმცროს ტყუპს ამის შესახებ უამბოს. მაგალითად, როდესაც ბობი 53 წლის იყო, მას მსხვილი ნაწლავის კიბო განუვითარდა. ამის საფუძველზე მან შეიძლება ეს უზინასწარმეტყველოს, რომ ისიც იგივე კიბოს წინაშე აღმოჩნდება 53 წლის ასაკში და შესაძლოა სხვა გენეტიკური დაავადებების წინაშეც მისი დროის ხაზის განმავლობაში. ამგვარად, ბობს, რომელმაც მეტი დრო განიცადა, შეუძლია შესთავაზოს ცოდნა თავის უმცროს ძმას იმის შესახებ, თუ რა ელოდებათ მათ იდენტურ ბედში. ამ სცენარში მეცნიერებმა დაამკვიდრეს სისტემა, სადაც დროის ნორმალური ნაკადი ბობისთვის, რომელიც ნორმალურად დაბერდა, არსებითად უფრო მაღალი დროითი განზომილებაა, ეისის მიერ განცდილ დროსთან შედარებით. ეს ტყუპების პარადოქსის იდეას იღებს და სირთულის დამატებით ფენას სცენს, ფაქტობრივად დამატებით განზომილებას. ეს გვაიძულებს გადავხედოთ დროის, მიზეზობრიობის და ჩვენი არსებობის ბუნების შესახებ ღრმად ფესვგადგმულ შეხედულებებს. ახლა ამ აზრობრივი ექსპერიმენტის შემდეგ დონეზე დასახმარებლად გამოვიყენებ უფრო ზოგად ტერმინოლოგიას. ეისისა და ბობის ნაცვლად ვისაუბრებ განზომილებებზე, რომლებსაც ალფა და ბეტა დონეებად მოვნიშნავ. მაგრამ ეს აქ არ ჩერდება. ჩვენ ასევე გავაფართოვებთ მათ, რათა მოიცვას კიდევ უფრო მაღალი განზომილებები. ალფა, მესამე განზომილება. სანამ ამ ჰიპოთეტურ უფრო მაღალ განზომილებებზე გადავალ, მცირე შესავალი გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელშესახებად განვიცდით სამ განზომილებაში არსებობას, ჩვენ სივრგლივ ჩვენი გარემოს ორ განზომილებაში წარმოდგენას ვხედავთ თვალებით. შემდეგ ჩვენი ტვინი ამას განმარტავს და ქმნის სიღრმის შეგრძნებას. ეს საბოლოოდ გვაძლევს 3D სამყაროს აღქმას, რომელიც აგებულია ჩვენს მიერ მიღებული ბრტყელი, ორ განზომილებიანი შეტყობინებისგან. მსგავსი კონცეფცია შემოგთავაზა კოგნიტურმა მეცნიერმა დონალდ ჰოფმანმა. როგორც არ უნდა იყოს რეალობა, თქვენ მას ვერ ხედავთ. თქვენ ხედავთ მომხმარებლის ინტერფეისს. არსებობს მთელი ახალი სამყარო სივრცე-დროის მიღმა, რომელიც ააშკარავებს ექსპლიციტურ სიმეტრიებს, რომლებიც ჭეშმარიტია მონაცემებისთვის. ეს არ ჩანს სივრცე-დროში, ამბობდა ის. თუ ამ აზრობრივ ექსპერიმენტს გავავრცელებთ ჰიპოთეტურ უფრო მაღალი განზომილების არსებებზე, თქვათ მათზე, რომლებიც მეოთხე განზომილებაში არსებობენ, ეს ერთეულები სავარაუდოდ გადაიღებდნენ თავიანთი გარემოს 3D კადრს. ეს შეიძლება მათ ტვინებში 3D ჰოლოგრამას გავდეს, რომელიც შემდეგ დამუშავდებოდა ირგვლივ არსებული 4D სამყაროს აღქმის შესაქმნელად. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ უხეშ აღქმას. უფრო მაღალ განზომილებას მოაქვს გაფართოებული პერსპექტივა, რომელიც ხსნის კარს რეალობის უფრო ღრმა გაგებისკენ. უფრო მაღალი დონის არსებას შეიძლება ჰქონდეს ჩვენი 3D სამყაროს ყოვლის მომცველი ხედვა და აღიქვას დრო, როგორც კიდევ ერთი ნავიგაციადი განზომილება. ისევე როგორც ჩვენს ტყუპების ანალოგიაში, ბობი, რომელიც ეისის დროის ხაზის გაგების უფრო მაღალ დონეზე იმყოფება, ჰგავს შიტის თვალით დანახულ მთელ ლაბირინთს. მათ შეუძლიათ დაინახონ ქვედა დონის არსებების მომავალი და შესაძლოა ისინი კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანონ. მაგრამ ეს არ არის მისტიკური ძალების გამო. ეს უფრო ეხება იმის შესაძლებლობას, რომ დაინახო დროის ლანდშაფტის სრული ხედი, რაც გულისხმობს მომავალი მოვლენების სრულ ხედვას. ამიტომ ახლა ჩემი შეკითხვა: მზად ხართ აიწიოთ აზროვნების ამ უფრო მაღალ ჩარჩოებში? ბეტა, მეოთხე განზომილება. ამ მრავალი დროის კონცეფციაში უფრო ღრმად ჩასასვლელად, მოდ გამოვიკვლიოთ, როგორი შეიძლება იყოს რეალობა ბეტა განზომილებაში მყოფი არსებისთვის. ეს ბეტა არსება დროს სრულიად განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე ალფა არსება, უბრალოდ იმიტომ, რომ ბეტამ განიცადა წინა დრო. ბეტა არსებობის წარმოდგენა ჰგავს ფილმის ყურებას DVD-ზე ან Netflix-ზე. მოგეხსენებათ ფილმები, რომლებსაც კინოთეატრში ვუყურებთ, წამში დაახლოებით 24 კადრს უკრავენ, წრფივ დროში. თქვენ არ შეგიძლიათ გადაახბიოთ წინ ან გამოტოვოთ რომელიმე ნაწილი. თუმცა ბეტა არსების შემთხვევაში ასე არ არის. მათ შეუძლიათ წინ ან უკან გადაახბიონ თავიანთი ცხოვრების კონკრეტულ სცენებზე, იმ სცენებზე, რომლებიც სურთ, რომ სიამოვნებით ხელახლა განიცადონ. სხვადასხვა მოვლენები, რომლებიც მოძრაობენ არაწრფივი პროგრესიით, მათ დროის ხაზზე. დაწყება შუა ან ნებისმიერი თანმიმდევრობით. იმედია ეს რაღაცას გაგახსენებთ. ინტერსტელარის ტესერაქტის სცენას. ეს ბეტა განზომილების შესანიშნავი მაგალითია. კუპერს ტესერაქტის მრავალგანზომილებიან კონსტრუქციაში აქვს წვდომა დროის ნებისმიერ წერტილზე, კონკრეტულ ადგილას, მისი ქალიშვილის საძინებელში. ის არ უყურებს ამ მომენტებს წრფივად, როგორც ალფა არსება. მას აქტიურად შეუძლია იხტუნაოს ოთახის ისტორიის დროის ხაზში. ფაქტობრივად მას შეუძლია აერჩიოს ნებისმიერი კონკრეტული მოვლენა, რომელიც მოსწონს რა თანმიმდევრობით და რამდენჯერაც. ინტერსტელარში გამოთქმული სამეცნიერო შინაარსის შესახებ მომზადებული მაქვს ეპიზოდი, რომელიც ასევე შეგიძლიათ ნახოთ. მას ინტერსტელარი ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა ჰქვია.
ჩვენ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ეს ბეტა განზომილება მასიური ნახტომია ჰიპოთეტური ალფა არსებების, ჩვენს მსგავსად, წრფივი დროის აღქმიდან. ჩვენ რეალობაში გადავდივართ ერთი პლანკის დროის ერთეულით ერთ ჯერზე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ რეალობის უფრო ღრმა გაგებაზე, რა გვჭირდება იმისათვის, რომ მართლაც დავინახოთ დიდი სურათი. შესაძლოა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ბეტას უნარი, გადაახმიოს დროში წინ და ხელახლა განიცადოს სხვადასხვა მომენტები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთი განზომილებით მაღლა ასვლა, განზომილებაში, რომელსაც გამას ვუწოდებთ. გამა, მეხუთე განზომილება. წარმოიდგინეთ სამყაროს, სადაც თქვენი არსებობის ყოველი მომენტი, ყოველი გადაწყვეტილება, თქვენი ცხოვრების ყოველი შემოbrunება და მოხვევა აშკარად არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე. თქვენ აღარ ხართ სიმულაციის შიგნით, აღარ ურთიერთობთ მასთან. სამაგეროდ თქვენ ხართ გარე დამკვირვებელი და მთელი ქრონოლოგია თქვენს ხელშია. ეს არის გამას რეალობა. გარკვეული გაგებით გამა არსება ერთდროულად აღიქვამს ბეტას დროის ხაზის ყველა თანმიმდევრობას. ცნობიერების ეს გაძლიერებული დონე სცილდება მომენტების უბრალო წინსვლას, რაც საშუალებას იძლევა დროის მთელი ფილმის ყოვლისმომცველი დაკვირვებისთვის, სანამ ეს ქრონოლოგია გათამაშდება. ჩნდება ღრმა კითხვა, რა მოხდება თუ შეძლებთ წვდომა მიიღოთ ასეთ ჰიპოთეტურ განზომილებაზე. ამ დონეზე თქვენ უბრალოდ არ ცხოვრობთ ცხოვრების მომენტებით. თქვენ დაინახავთ ყოველ კადრს, დროის ყოველ მომენტს, როგორც უფრო დიდი, შეკრული სურათის ნაწილს, თქვენს პროგრესს, როგორც ადამიანის. გამა აღქმის ბრწყინვალება მდგომარეობს თქვენს უნარში, რომ გაანალიზოთ ყოველი კადრი, მონაცემთა ყოველი წერტილი, თითქმის უსასრულო გზებით. გსურთ გაზომოთ ემოციების ინტენსივობა, რომელიც განიცადეთ დროის კონკრეტულ მომენტში. გრაფიკს აქვს ამისთვის სვლადი. თუ დაინტერესებული ხართ თქვენი მთლიანი ქონების პროგრესის დადგენით, თქვენი ცხოვრების განმავლობაში არსებობს ხაზი, რომელიც აკვირდება თქვენი ფინანსური მოგზაურობის აღმავლობასა და დაცემას. თქვენი არსებობის ფიზიკური ასპექტებიც კი შეიძლება რაოდენობრივად განისაზღვროს. მაგალითად, ცვლადი თქვენს სახეზე, ნაოჭების რაოდენობისთვის, თქვენი ცხოვრების ყოველ მომენტში. როგორც ჩანს, თქვენ მოზარდობისას დაიცავით კანის მოვლის სპეციფიკური რუტინა, რამაც გამოიწვია ნაოჭების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. ყოველ შემთხვევაში, საქმე იმაშია, რომ გქონდეთ ყველა კადრის ერთდროულად დანახვის უნარი, არსებითად ჩიტის თვალთახედვიდან. თუ უფრო მაღალ განზომილებაში გადახვალთ, არ არის არარეალური ვიფიქროთ, რომ დროის განზომილებიდან გამოხვალთ. და ახლა თქვენ დროს უყურებთ ისე, როგორც ჩვენ სივრცეს ვუყურებთ და შეგიძლიათ ნებისმიერ წერტილში ჩახდეთ. ხელახლა განიცადოთ იგი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, შეგიძლიათ თუ არა ჩაერიოთ უკვე მომხდარ მოვლენებში. თუ თქვენი მთელი დროის ხაზი უკვე არსებობს, რას ნიშნავს მასში ჩახდომა და შემდეგ რაღაცის შეცვლა? მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ გამა შეუძლია მარტივად შეცვალოს წარსული ან მომავალი. მაგალითად, გამა აღქმა მოგცემდა საშუალებას შეგვეცვალა კანის მოვლის რუტინა. შესაძლოა კიდევ უფრო შეგვემცირებინა ნაოჭების რაოდენობა და ეს ცვლილება კვლავ ჩვენი ორიგინალური დროის ხაზის ფარგლებში იარსებებდა. მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენ გვსურს დავინახოთ არამხოლოდ ის ფილმი, რომელიც ჩვენი ცხოვრება ამჟამად, არამედ იმ შესაძლებლობების უთვალავი რაოდენობა, რაც მას შეეძლო ყოფილიყო. ამისთვის ჩვენ უნდა გადავიდეთ კიდევ უფრო შორს, დელტას სამყაროში. დელტა, მეექვსე განზომილება. ამ უფრო მაღალ განზომილებებში კიდევ ერთი ნახტომით ჩვენ ახლა ვეშვებით დელტა სამყაროში, შესაძლო სამყაროების სიბრტყეზე. ამ სფეროში აღქმა სცილდება უბრალოდ განსხვავებული შესაძლებლობების განცდას. ის მოიცავს მათ ვიზუალურ დანახვას, გზების ამ მომნუსხვალ ქსელს. მაშინ როცა გამა შეუძლია ამოიცნოს და უპასუხოს წარმოქმნილ პრობლემებს, დელტას უკვე აქვს შესაძლებლობების სრული სპექტრი, გაშლილი მათ თვალწინ. ეს განშტოებები, რომლებიც გამას აღქმაში წერტილოვანი ხაზები იყო, დელტასთვის აშკარად ხელშესახები ხდება. ისინი იშლება ყველა მიმართულებით, ყოველი გადაწყვეტილება, მოვლენათა ყოველი პოტენციური თანმიმდევრობა იშლება ცოცხალი ხესავით. ყოველი ტოტი წარმოადგენს უნიკალურ შედეგს, ჩვენი არსებობის განსხვავებულ ნარატივს. შესაძლოა გახსოვთ ეს სცენა ფილმიდან შურის მაძიებლები, უსასრულობის ომი. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყურება დოქტორ სტრეინჯი მომავალში, რათა დაინახოს ტანოსთან ბრძოლის ყველა პოტენციური შედეგი. მე ვიყურები წინ დროში, რათა დავინახო საბოლოო მომავალი, დავინახო ყველა შესაძლო შედეგი. მოდი გავარკვიოთ როგორ. ის უბრალოდ არ აკეთებდა პროგნოზებს. ის რეალურად ხედავდა თითოეულ პოტენციურ შედეგს, ყველა 14 მილიონ განსხვავებულ შესაძლო გზას ტანოსის წინააღმდეგ გამარჯვებისკენ. ჩვენს კონტექსტში დოქტორ სტრეინჯი დელტას დონეს განასახიერებდა. დელტას პერსპექტივის კიდევ ერთი შესაფერისი ანალოგია შეიძლება იყოს გამოცდილი მეწარმის ხედვა, რომელიც ახალ ბიზნესს აარსებს. ეს ადამიანები არ მუშაობენ ვარაუდებით ან ცდისა და შეცდომის მეთოდით. მათ შეუძლიათ განახორციელონ კონკრეტული სტრატეგია თავიანთი გარემოებებისთვის და ზუსტი ნაბიჯები იციან სასურველი მიზნის მისაღწევად, მათი ბიზნესის მიზნის მისაღწევად. ეს არის დელტას სამყარო, აბსოლუტური ცნობიერების სფერო. აქ დროის ხაზებისა და შედეგების ლაბირინთი თვალსაჩინოა, სადაც მოვლენების მიმდინარეობა მრავალ დროის ხაზზე არ არის საიდუმლო, რომელიც უნდა გაიხსნას.
ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ერთი კონკრეტული ვარაუდით, რომ ყველა გზა, რომელზეც ვფიქრობდით, საერთო საწყისიდან მოდის. საწყისი წერტილიდან. ეს აშკარად წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევას. რა მოხდება თუ საწყისი პირობები ოდნავ განსხვავებული იყო? რა მოხდება თუ ამ მრავალრიცხოვანი დროის ხაზების საწყისი წერტილი ოდნავ შეიცვალა? რჩება თუ არა ლაბირინთი იგივე, თითქოს რამდენიმე პიქსელით არის გადაწეული. ამ საკითხის გადასაჭრელად ჩვენ უნდა შევუდგეთ მოგზაურობას ეფსილონის სამყაროში. ეფსილონი, მეშვიდე განზომილება. ქაოსის თეორიის მიხედვით, საწყის პირობებში მცირეცვლილებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრად განსხვავებული შედეგები. პეპლის ეფექტი მთელი თავისი არაპროგნოზირებადი დიდებით. აქ მთავარია საწყისი პირობები, საწყისი მდგომარეობა, საიდანაც ყველაფერი იშლება, მარტივ სისტემაში, როგორიცაა ქანქარა, რომელიც წინ და უკან ირხევა. საწყისი პირობების ცოდნა საშუალებას გვაძლევს ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ, რას გააკეთებს სისტემა მომავალში. მაგრამ ეს ასე არ არის რთული სისტემებისთვის. მაგალითად, ორმაგი ქანქარის სისტემა, რომელიც პირველის ბოლოში მეორე ქანქარას ამატებს. ამ ელემენტებს შორის ურთიერთქმედება ქმნის მგრძნობელობას საწყისი პირობების მიმართ. მცირე ცვლილება საბოლოოდ გამოიწვევს დრამატულად განსხვავებულ შედეგებს. იფიქრეთ შემდეგ შემთხვევებზე. ინდივიდის სახეზე ნაოჭების კონტექსტში, რა მოხდება თუ ბავშვი სხვა მშობლებისგან დაიბადა, რადგან არსებითად ეს არის მცირე ცვლილება საწყის მდგომარეობაში. გენეტიკური მასალის ახალი კომბინაცია და ბავშვს ექნება სრულიად განსხვავებული გენეტიკური სქემა. რაც უფრო იზრდება ბავშვი, ნაოჭების ნიმუში შეიძლება მთლიანად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც იქნებოდა თავდაპირველ დროის ხაზში. ან რა მოხდება თუ ბიზნესის კონტექსტს ვუყურებთ და შეიძლება გვაინტერესებდეს, რა მოხდებოდა ბიზნესი რომ დაწყებულიყო 3 წლით ადრე. შესაძლოა სანამ პანდემია დაიწყებოდა, ან რა მოხდებოდა საწყისი კაპიტალი რომ ყოფილიყო განსხვავებული. ამ ცვლილებებმა საწყის პირობებში შეიძლება დრამატულად შეცვალოს ბიზნესის ტრაექტორია. შესაძლოა ეს უფრო ნაცნობი იყოს თქვენთვის, სამყაროს ზუსტი მორგება. ავიღოთ მაგალითად გრავიტაციული მუდმივა, ნიშნულობა, რომელიც მართავს გრავიტაციის ძალას. თუ ის ოდნავ ძლიერი იქნებოდა, მატერია ერთად ჩამოინგრეოდა. ის თუ მცირედით სუსტი იქნებოდა, ვარსკვლავების შესაძლოა საერთოდ არასოდეს ჩამოყალიბებულიყო. ჩვენი სამყარო იქნებოდა უზარმაზარი, ცივი და უსიცოცხლო სივრცე. ასეთია ქაოსის თეორიის პოტენციური ძალა ამ დონეზე. ჰიპოთეტური არსებები, რომლებსაც შეუძლიათ წვდომა მიიღონ ეფსილონის სამყაროში, ფლობენ გაფართოებულ კონტროლს თავიანთ არსებობაზე, განსხვავებული საწყისი პირობების აღქმის უნარის წყალობით. ამ არსებებს შეუძლიათ დაინახონ თავიანთი რეალობა, რომელიც მთლიანად სხვა საწყის წერტილზეა დაფუძნებული. ერთ დროის ხაზზე მიბმის ნაცვლად, ეფსილონ არსებებს შეუძლიათ შეისწავლონ არსებობის სხვა საწყისი წერტილები. მათთვის, ვისაც ამ დონეზე წვდომა შეუძლია, ეს წარმოადგენს არაჩვეულებრივ თავისუფლებას ალტერნატიული რეალობების დიდ მასივში, ძიების, ექსპერიმენტებისა და განცდისთვის. სწორედ მაშინ, როდესაც ფიქრობდით, რომ ჩვენი მოგზაურობა აღარ გაგრძელდებოდა, ჩვენ შეგვიძლია ჰიპოთეტურად ავამაღლდეთ არსებობის კიდევ უფრო ღრმა დონეზე. ხომ ხედავთ რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს შესაძლო საწყისი პირობების უზარმაზარი სიბრტყის დადგენა. ვგულისხმობ ყოველი მათგანის, არსებობის ყველა ამ სხვადასხვა საწყისი წერტილის. და რა მოხდებოდა თუ ალტერნატიული რეალობების ეს უზარმაზარი მატრიცა გაგებული იქნებოდა როგორც ერთი გასაგები დასტა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რადგან ჩვენ ვეშვებით ლამბდას სამყაროში. ლამბდა მერვე განზომილება. ეფსილონის დონიდან წინსვლით ჩვენ მივაღწევთ ლამბდას სფეროს, ანუ განსხვავებული საწყისი პირობების სიბრტყეს. წარმოიდგინეთ საწყისი პირობების ყოველი ვარიაცია, როგორც ფურცელი, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს განსხვავებულ რეალობას, რომელიც ეფუძნება მის უნიკალურ საწყის წერტილს. საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ არსებას, რომელსაც შეუძლია ამ დონეზე წვდომა, შეიძლება დაინახოს არა მხოლოდ ერთი ან ორი, არამედ ფურცლების მთელი დასტა, ერთდროულად. ეს არის ყველა შესაძლო დასაწყისისა და იმ გზების დიდი ბიბლიოთეკა, რომლებამდეც ისინი საბოლოოდ მიდიან. ლამბდა დონეზე წვდომის შესაძლებლობის მქონე არსებები გვანან დახელოვნებულ მარიონეტებს, რომლებიც ორკესტრირებას უკეთებენ უსასრულო შესაძლებლობების კოსმოსურ თეატრს. შესაძლოა მკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ამას, რა არის ამ არაჩვეულებრივი მასშტაბის ძალის ფლობის გამოვლინებები. დავუბრუნდები ჩვენი ბიზნესის მაგალითს. ლამბდას ძალის ფლობა გავს უნიკალური გამჭრიახობის ქონას იმის გასარკვევად, თუ რომელი ბიზნეს იდეა ზუსტად რამდენი საწყისი კაპიტალით გამოიღებს ოპტიმალურ შედეგებს. ან შესაძლოა უფრო პირად ასპექტში ჩავუღრმავდეთ. წარმოიდგინეთ სხვა მშობლებისგან, შესაძლოა სხვა ქვეყანაში ან სხვა ეპოქაში დაბადების შესაძლებლობა, რადგან თქვენ გაქვთ სრული ცოდნა შესაძლო დასაწყისების ამ მონაცემთა ბაზების შესახებ. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი უნარი აერჩიოთ ცხოვრების ერთი კონკრეტული გზა, ის ერთი სიბრტყე, რომელიც გამოიწვევს თქვენს ყველაზე მშვიდობიან ცხოვრებას.
ნიშნულობანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა პოტენციალის ქაოსი კვლავ არსებობს, მაგრამ ლამბდა არსებებს შეუძლიათ ამ ქაოსში ნავიგაცია მიზანმიმართულად, განზრახვით და სიზუსტით. მათ ზუსტად ეცოდინებათ თუ რა ოდენობის კაპიტალის ინვესტიცია სჭირდება იმ ბიზნესის ასაყვავებლად და ზუსტად ეცოდინებათ ის მშობლები, ვისგანაც უნდა დაიბადოთ. ისინი არამხოლოდ ხედავენ ყველა შესაძლო მომავალს, სხვადასხვა დასაწყისიდან, არამედ ირჩევენ ოპტიმალურს. ლამბდა სამყაროს კარგი ილუსტრაციაა ფილმში ბატონი არავინ, Mr. Nobody. ნემორის უკანასკნელი მოკვდავი ადამიანი მომავალ დედამიწაზე. მას აქვს უნარი გაიხსენოს თავისი წარსული რამდენიმე შესაძლო და განსხვავებულ დროის ხაზში, რომელთაგან თითოეული ეფუძნება საკვანძო საწყის გადაწყვეტილებებს, რამაც გამოიწვია მკვეთრად განსხვავებული შედეგები. ყველა გზა არის სწორი გზა. ისევე როგორც ნემოს, ლამბდა არსება შეიძლება ნავიგაცია თავის შესაძლო არსებობებში. აირჩიოს საწყისი პირობების ოპტიმალური ნაკრები, რომელთაც იცხოვრებს. ბოლოს და ბოლოს უფრო მაღალი განზომილებები ანიჭებს უნარს, მიიღოს კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების სასურველი გზების შესახებ. ეს არის გადასვლა ვიზუალური მინიშნებების დანახვიდან ამ ვიზუალური მინიშნებების გამოყენებაზე, გარკვეული მიზნის მისაღწევად. ეს დონე ეხება იდეალური გზის დადგენას სხვადასხვა დასაწყისის ალბათობათა ზღვიდან. მაგრამ არის თუ არა რამე მეტი, რაც გამოგვრჩა. დავასრულეთ ჰიპერსიფცის კვლევა. რა მოხდება თუ ჩვენი მოწესრიგებული ფურცლების დასტა არ არის მთელი სურათი? მოდი მომინახულოთ რა ხდება სიგმას სამყაროში. სიგმა, მეცხრე განზომილება. ჩვენ გამოგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ყველა წინამსჯელობაში, ალფადან ლამბდამდე, ვიყენებდით ერთ ძირითად დაშვებას. ფიზიკის ჩვენი კანონები მარადიულად თანმიმდევრულია. მეტაფორული ფურცლების დასტა ერთი და იგივე წესებით იყო შეზღუდული. ერთი და იგივე გრავიტაცია, სინათლის ერთი და იგივე სიჩქარე, ერთი და იგივე მიზეზი და შედეგი. ეს ხომ არ არის ზედმეტად ანთროპოცენტრული კოსმოსის ამგვარად განხილვა. მაშინ რა მოხდება თუ ეჭქვეშ დავაყენებთ ფიზიკის ჩვენი კანონების თანმიმდევრულობას? რა მოხდება თუ ჰიპერსიფცის ზოგიერთ შორეულ კუთხეში განსხვავებული წესები მოქმედებს? შესაძლოა იქ, სადაც შედეგები წინ უსწრებს მიზეზებს, ან იქ, სადაც დრო შეიძლება არ იყოს წრფივი, ან იქ, სადაც გრავიტაცია შეიძლება იყოს განმზიდველი ძალა, ნაცვლად მიმზიდველისა. და ეს არის სიგმა დონის არსი. ფიზიკის კანონები მხოლოდ კიდევ ერთი ცვლადია დიდ კოსმოსურ განტოლებაში. ჩვენ არამხოლოდ ვცვლით იმას, თუ როგორ ვუყურებთ დროის ხაზების განშტოებას, ან საწყის პირობებს, არამედ ვცვლით თავად წესების წიგნს, განსხვავებულ ფიზიკურ კანონებს. კვლავ განვიხილოთ დაბერების პროცესი, რომელზეც ვისაუბრე. ჩვენს რეალობაში დაბერება ფიზიკურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიბადებით, ახალგაზრდები, ვბერდებით და საბოლოოდ ვკვდებით. მაგრამ რა მოხდება თუ ფიზიკური კანონების ალტერნატიული ნაკრები ამ პროცესს შეაბრუნებდა? ისე რომ თქვენ შეიძლება დაიბადოთ მოხუცი და მოკვდეთ ახალგაზრდა. ან წარმოვიდგინოთ სამყარო, სადაც დრო არ მიყვება ჩვენთვის ცნობილ წესებს. უფრო ფართო კოსმოსური ფენომენების თვალსაზრისით, განვიხილოთ კანონები, რომლებიც თავად სამყაროს ქცევას მართავს. მაგალითად, თუ გრავიტაცია ძალიან ძლიერი იქნებოდა, გალაქტიკები, ვარსკვლავები და სიცოცხლე, როგორც ჩვენ ვიცით, ვერ იარსებებდა. მაგრამ შესაძლოა სხვა ყუთში, ასეთი სამყარო კარგად აყვავდეს ამ ექსტრემალური გრავიტაციის პირობებში. შესაძლოა სხვა დიდი აფეთქების მოვლენებს ჰქონდეს ფიზიკის განსხვავებული კანონები. თუ თქვენ გადახვალთ ერთი სამყაროდან მეორეში და ელექტრონის მუხტი განსხვავებულია, თქვენი ყველა ატომი შეიძლება შეიკუმშოს. ეს კვლავ გვაბრუნებს ზუსტი მორგების კონცეფციასთან. ჩვენი სამყარო, როგორც ჩანს, ზუსტად არის მორგებული სიცოცხლისათვის, მაგრამ სიგმა დონეზე ამ მუდმივების განსხვავებულმა მნიშვნელობებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის უნარიანი სამყაროები, სფეროები სრულიად განსხვავებული ფიზიკური კანონებით და შესაძლოა სიცოცხლის განსხვავებული ფორმებით. ეს ნამდვილად გვაიძულებს ეჭქვეშ დავაყენოთ არამხოლოდ ის, როგორ არის ყველაფერი, არამედ ის, როგორ შეიძლება იყოს ისინი ფიზიკის სრულიად განსხვავებული კანონების პირობებში. ომეგა მეათე განზომილება. და ბოლოს ომეგა გრანდიოზული ფინალი ჩვენს მრავალგანზომილებიანი რეალობების კვლევაში. ამ დონეზე არსებობს აქვთ წვდომა უსასრულო რაოდენობის ყუთების არსებობაზე, თითოეული თავისი ფიზიკური კანონების ნაკრებით. ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, სადღაც არსებობს ამ უსასრულო მასივში. შეუძლებელის კონცეფცია წყვეტს არსებობას. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ რეალობა, სადაც პლანეტები არ ბრუნავენ ვარსკვლავების გარშემო, ან სადაც ფერები აღიქმება როგორც ბგერები, ან თუნდაც ისეთი, სადაც დროის აბსტრაქტული კონცეფცია არ არსებობს. ყოველ წარმოსახვით რეალობას, ყოველ აბსტრაქტულ კონცეფციას, რომელზეც ოდესმე შეიძლება იოცნებო, თავისი ადგილი აქვს. ამ იდეის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ დროთა განმავლობაში წარმოიქმნება მზარდი მრავალფეროვნების ნაწილები. ასე რომ ყოველი წარმოსახვითი შესაძლებლობა, რაც შეიძლება მოხდეს, მოხდება რომელიმე ნაწილში. ჰიპოთეტური არსება, რომელსაც შეუძლია ომეგა განზომილებაში წვდომა, უბრალოდ არ თამაშობს თამაშს. ისინი ქმნიან ახალ თამაშებს, ახალ რეალობებს და არსებობის სრულიად ახალ ჩარჩოებს. დეტერმინიზმის კონცეფციამ შეიძლება ახალი მნიშვნელობა შეიძინოს ომეგა განზომილებაში. ყველა შესაძლო ყუთის ცოდნით ომეგა არსებას შეუძლია განსაზღვროს მოვლენების მიმდინარეობა ყველა მათგანში.
ეს არის გაგების ისეთი დონე, რომელიც სცილდება ყველაფერს. რისი სრულად გაგებაც ჩვენ, როგორც ალფა სამგანზომილებიან არსებებს, რომლებიც 4 განზომილებიან სამყაროში ცხოვრობთ, შეგვიძლია. ეგზისტენციალური კითხვა. ამ მრავალგანზომილებიანი არსებობის შესწავლის დასასრულს ჩვენ დარჩებით ეგზისტენციალურ კითხვაზე ფიქრით. რატომ არსებობს ეს ყუთები, ეს სამყაროები მათი უნიკალური ფიზიკური კანონებით? ვინ მოათავსა ისინი იქ? არის თორა დიდი დიზაინერი, რომელიც ადგენს პარამეტრებს და აკვირდება უსასრულო შესაძლებლობების განვითარებას. ჩვენი რეალობის აღქმა ფორმირდება იმ განზომილებით, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. გაგების ძიება არის ნაბიჯი ცნობიერების უფრო მაღალი დონეებისკენ, რათა დავინახოთ უფრო დიდი სურათი. აღვიქვათ ჩვენი ამჟამინდელი არსებობის საზღვრებს მიღმა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამყაროს საიდუმლოებები უზარმაზარია, ჩვენი გაგების მოგზაურობა არის ის, რაც ხვდის ადამიანებად. როგორ მოქმედებს ეს გაგება თქვენი ცხოვრების პერსპექტივაზე? მე ამ ეპიზოდში პირობითად წარმოგიდგინეთ ცალკეული ფიზიკოსების ხედვა საბოლოოდ 10 განზომილებიანი სამყაროს არსებობის შესახებ. თუმცა ზოგიერთი თეორია, მათ შორის სიმების და M თეორია, მიუთითებს უფრო მეტი ან თუნდაც უსასრულო რაოდენობის განზომილებების შესაძლებლობაზე. სიმების თეორია, string theory, თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ჩვენ სამყაროს აქვს 10 განზომილება, 9 სივრცითი და 1 დროითი. M თეორია, რომელიც სიმების 5-ვე ვარიანტს აერთიანებს, ვარაუდობს 11 განზომილებას. უსასრულო განზომილებების იდეა კი ხშირად მჭიდრო კავშირშია მულტი სამყაროს კონცეფციასთან. მოკლედ რომ შევაჯამო, ფიზიკური თეორიები, როგორიცაა სიმების თეორია, ამჟამად 10 ან 11 განზომილებას გვთავაზობენ. თუმცა ეგზისტენციალური და კოსმოლოგიური მსჯელობა, რომელიც განვიხილე, გვიბიძგებს ვისაუბროთ უსასრულო შესაძლებლობების განზომილებაზე. მულტი სამყაროს კონტექსტში, სადაც უსასრულო რაოდენობის სამყარო არსებობს. ამ თემას სხვა კუთხიდან კიდევ არაერთხელ დავუბრუნდები. ამისთვის კი მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. შენი აზრი კი გამოთქვი კომენტარებში. დროებით.